პაპა ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. სიმკაცრე ჩვეოდა თუ არა. არა. სიმკაცრე იცით რა შივლინდებოდა, ანუ სიმკაცრე არ უყვარდა, როდესაც გაქვს თავისუფალი დრო. ანუ ყოველთვის ცდილობდა ბავშვი უნდა იყოს რაღაცით დაკავებული, აფუჭებდეს, მაგრამ რაღაცით დაკავებული. იმიტომ რომ როდესაც მანქანა შლის და აფუჭებს, ხო, აფუჭებს. ეს სწავლობს შიგნით რა არის. ეს არ არის გააფუჭა მანქანა. ეს დაშალა არის. ამიტომ არასდროს არ უყვარდა თავისუფალი დრო, იმიტომ რომ თვლიდა და ალბათ სწორიც არის, რომ თავისუფალი დროს კარგი მიმართულების ფიქრი არ მოაქვს. ხო. საკმაოდ რელიგიური იყო, როგორც წავიკითხეთ, სადილის წინ ყოველთვის საუბრობდნენ. ყოველთვის ლოცულობდნენ, ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ნუ ხა პარტიულიც იყო, იმიტომ რომ მაშინ სხვანაირად შეიძლებოდა, მაგრამ ყოველთვის იყო მორწმუნე, ყოველთვის სადილის წინ ძალიან ხან მოკლედ რაღაცა პატარა ლოცვას წაიკითხავდა დიდედასთან ერთად და ჩვენს გვასწავლიდა. ჩვენს გვასწავლიდა, ანუ ეკლესიისკენ მიმართებაში ძალიან სხვანაირი იყო. მე პატრიარქთან მეგობრობდნენ, ან პაპა მეგობრობდა პატრიარქთან, ძალიან ბევრი წიგნები იყო, ბევრი რაღაცები გვიყვებოდა და ეს რელიგიურობა ძალიან რბილად შემოიტანა, არადოგმატურად შემოიტანა ჩვენი ბავშვების განვითარებაში და გაზრდაში. მაგრამ ეს უფრო დიდედას დამსახურება იყო, იმიტომ რომ დიდედა სხვანაირად გვიხსნიდა ეკლესიურ დღესასწაულებს, გვესაუბრებოდა, გვასწავლიდა და ეს ყველა ეკლესიურ დღესასწაული ჩვენთვის იყო დღესასწაული. სხვანაირად ართობდა ოთახს, სხვანაირად ალამაზებდა, რაღაცა კავეენებს მოგვიწყობდა, რაღაცა თამაშებს გვათამაშებდა. ნუ ეს ჩვენთვის აბსოლუტურად სხვანაირი იყო. ნუ ეკლესიაში სიარული ცოტათი გვიჭირდა, იმიტომ რომ მაშინ არ არეკომენდირებული და აკრძალულიც იყო. მაგრამ მაინც დავდიოდი.